მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე და ჩემი დეიდაშვილი გაგაცნობთ Brawl Stars ზე ამბებს. ხო ელი? დიახ. და არ დაგავიწყდეთ ზარის გააქტიურება, გამოწერა და ვიდეოს დაალაიქება. რა თქმა უნდა. რაც გინდათ დაგვიწერეთ კომენტარებში. ეხლა კი ჩავიჯექით თქვენი ასრი. პერსონაჟები. თამაში არის მრავალფეროვანი პერსონაჟები, რომლებსაც უწოდებენ Brawls თითოეულ მათგანს. აქვს საკუთარი უნიკალური უნარი, ჩვევები და თავდასხმის სტილი. თამაში აერთიანებს სხვადასხვა თამაშის რეჟიმებს, მათ შორის Gem Grab. გუნდები ეცდებიან შეაკროვონ ძვირფასი ქანები, რომლებიც ასევე საჭიროა მისი დაცვა. Showdown გამძლეობის რეჟიმი, სადაც ერთ თამაშში შერკინდება მოთამაშეები და მხოლოდ ერთი გადარჩება. Brawl Stars-ში მოთამაშეები შედიან პატარა ჯგუფში და გამოდიან ბრძოლებში სხვადასხვა პლეის მუშტებში, რომლებიც არიან სხვადასხვა უნიკალური გმირები. Brawl Stars სწრაფად გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მობილური თამაში მსოფლიოში და მუდმივად განახტება ახალი პერსონაჟებით, კარტებით და მოვლენებით. გეიმპლეი, ფოკუსირება, სხვა მოთამაშეების გუნდის ან ხელოვნური ინტელექტის გუნდების დამარცხებაზე. ორკაციანი ან სამკაციანი გუნდი ადამიანთან ერთად გუნდი თამაშობს სხვადასხვა რეჟიმში. 2020 წლის მაისში თამაშის ერთ-ერთ განახლებაში დაამატეს ახალი დაჯილდოების სისტემა, სახელწოდებით Brawl Pass. მეგობრებო, მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის. და არა, იმიტომ არის ძალიან შემოკლებული ვიდეო, ერთწუთიანია და ასევე ახლა ვილაპარაკებ ჩვენი მოსაზრებით, რატო გახდა ჩვენი აზრით ცოტათი ცუდი და რატო გახდა ცოტათი კაი. ჩემი აზრით, იმიტომ გახდა Brawl Stars-ში ცოტათი მოსაწყენი, რადგან როგორც ვიცი, ბოქსები აღარ არის და არის რაღაც ვარსკვლავი და ეს ჩემთვის ძალიან ცუდია და მოსაწყენია, რადგან ბოქსებში ძალიან ბევრი რაღაცა ამოგზდიოდა და უბრალოდ რაღაცაში ის ვარსკვლავზე ამოდის მხოლოდ ერთი რაღაცა და ეს ძალიან მოსაწყენია ჩემი აზრით. ეხლა ვიტყვი მე. ჩემი აზრით, იმიტომ გააბანდეს Brawl Stars, რომ გაიტანის ბოქსები და დაამატეს ვარსკვლავები, რომელიც ბოქსები იყო ძალიან კაი და ბედისწერული, ვიდრე მოთამაშეებს უფრო შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ ედახათ Brawlers დააგდებდა თუ არა. ჩემი საყვარელი ბოქსი იყო Mega Box-ი, რომელიც სულ სულ აკეთებდა 6 კლიკს. და რომელიც აგდებდა Brawlers, ასევე ჯემებს და ასე შემდეგ. ხო და ეს 6 კლიკი და ეს კლიკები საერთოდ იყო ძალიან უფრო რა ვიცი, მხიარული და საინტერესო ჩემი აზრით. ხო, მაგრამ და ეხლა იმიტომ ცოტათი ძალიან ცოტათი კარგი რომ და ასევე სადაც კარგზე გადავალ, მე კიდე ვიტყვი რომ რა ქვია მაგალითად Maxis Brawlers შეუცვალეს სიჩქარე და ასევე კიდე აი Edgars, რომელიც არა ძალიან სასურველი და ის ჭმებით შეუცვალეს ნახევარ Brawlers, რომელიც არა სასურველი. ასევე მე ახლა გადავალ კარგზე საუბრისი. კარგი იმიტომ არის, რომ დაამატეს კაი სასიხარულო ტურები, ასევე Brawlerებიც დაამატეს დუო, ხო იყო დუო, სოლო, ეხლა დაამატეს ტრიოც არის სამკაციანი, რომელიც ძალიან კარგი არა, მაგრამ სახალისო არის ვინმე თახმება და კიდევ არის ერთი ტური, რომელიც შეგიძლია, რა ქვია, იქიდანაც Brawlerები დააგდო, რადგან სულ გიგდებს Brawlers ვიქიდან. და კიდევ ის არის სახალისო და მაგარი, რომ ამატებენ ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად ამატებენ ახალ Brawlers. ძალიან ბევრი გამოვიდა ახალი Brawlers და ძალიან კარგი არის მაგალითად. აი ეს Brawlers მართლა ძალიან კაია, წინათ რო გამოვიდა. ძალიან გაგვიხარდა ყველას და გვიხარი ახლაც. და იმედია მოგწონდა და დაგვიკომენტარეთ თქვენი საყვარელი
ბრაუელი ვინა და თქვენი მოსაზრება დაგვეწერეთ ჩვენს ვიდეოში. და კიდე გეტყვით, რომ ეს ბრაულერი ძალიან კარგია, რომელიც ძალიან დიდი HP აქვს და ძალიან მე ამ ქედან განახებთ ახლა ჩემს საყვარელ ბრაულერს. ესა ლეონი და მეორე კი ტიკი. ეხლა კი ელენე გვეწევს. ჩემი საყვარელი. რა თქმა უნდა, სკვიკი. გიჟდების სკვიკიზე და სპაიკი. და რა თქმა უნდა, კიდე ამბერი, უბრალოდ ეხლა ამ ფოტოში ვერ ხედავ ამბერს. გეთახმები ამბერი, ნახოთ, აგერა ამბერი. აი, ამბერისაც ჩაჭყლიტეს ჩემს საყვარელი ამბერი. მადლობა ყურადღებისთვის და მე მგონი თავმოვიდა რომ დაგემშვიდობოთ. მომავალ შეხვედრამდე.